ვიყავი ეკლესიური, დავდიოდი ტაძარში, ვიყავი აღსარებელი, ვიცავდი მარხვებს, ლოცვები აბსოლუტურად ყველაფერი ზეპირად ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე რადიკალურად სხვა მიმართულებით წავიდა, რომ ამას ვერ შეხედავდა ეკლესია ისე, როგორიც მე ვიყავი და როგორც მე მინდოდა და შემდეგ მოხდა რაღაც ინციდენტი ისეთი ტაძარში, საკმაოდ პატარა ვიყავი, 15 წლის ასაკში და დედაომ ცოტა ისე მესაუბრა, რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან მიუღებელი და ძალიან იმოქმედა ჩემ ფსიქიკაზე და მაგის შემდეგ ესე ვთქვათ ცოტა გამინელდა ურთიერთობა. მიყვარდა ხატვა ძალიან მაგრამ ხატავდი ბავშვობიდან, პირველ კლასიდან არის სკოლამდე ვხატავდი დაჟე. ალბათ დაახლოებით 5 წელი როცა შემეძლო უკვე ფანკრისტელში აღებდა და დაჭერა ხატავდი, რაც მომწონდა იმას ხატავდი და ისეთი ვარ და ჩემ თავს ხატავდა მამამაზე უკვე იმდენად ხატვა ის ზოგჯერ მომდის მუზა ძალიან მამშვიდებს მარწყნარებს და ეს ზოგჯერ შეიძლება ავდგე ღამის 20 საათზე დავიწყო ხატვა. სკოლის მეორე სართულიდან გადმოვხდი და დამინახე დირექტორმა და ყური ამით ისე მწარეთ რომ ახსენდა ეხაც მეცვის სკოლი. და ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო მსახიობობა. აქედან გამომდინარე, როცა მომეცა შანსი, მანდაც ყოფილა რაღაც ფილმებში ვარ გადაღებული, მაგრამ ესეთ მასიურ ფილმში, დიდ ფილმში, ასე ვთქვათ, არ მქონია შემოთავაზება. ჩემი თავი იმდენად მინდა გამოცადო ყველა როლში, რომ აი შეიძლება ვიყო ძალიან ბოროტი ადამიანი ფილმში და მე მაინტერესებს როგორ შევასრულებ ამას. რომ ყველაზე მეტად რასაც შევძლებდი და ყველაზე კარგად რასაც ვითამაშებდი, ზუსტად მაგ საკითხში ცოტა არ იყოს და დავკომპლექსი მსახიობი ხარ, არ მქონდეს ის კომპლექსები, რომ თქვა აი ამ როლს ამას ვერ შევასრულებ, იმას შევასრულებ, აი ყველაფერზე დამსავი უნდა იყოს. შენი ძირითადი შემოსავალი ახლა ჰონორარებით, რაღაც გადაღებები, მაქვს რაღაცები შემოთავაზებული, თუნდაც რაღაც რეკლამები, მუშაობდი კლუბებში, რაღაც PR მენეჯერად, ბევრი სამსახური რაღაცები გამომიცვა, ძირითადად PR-ს ეხება და ესე ფიზიკური დატვირთვით მუშაობა არასდროს სიმართლე გითხრა არ მიმუშავია ეს ნაცვლად. ჩემნაირი ქალი შეიძლება მარტო იყოს. თუმცა ამაზე საუბარი არ მინდა და არ საუბრობ, იმიტომ რომ ვისწავლე ჭკუა გავიზარდე და ადრე ჩემს სასიყვარულო ისტორიებზე ხშირად არ მალავდი და ესე გულახდილად ყვებოდი. არ ვაზრობ ისე, როგორც ყველა თითქმის ქართველი ქალების 70-80% ფიქრობს, რომ აი, როცა ბოიფრენდი ყავს, შეყვარებული ყავს, რაღაც ცდილობენ რაღაცა დაოჯახება და ეს აყვავებს გეგმავენ და ამით მამაკაცს თავს აბეზრებენ და ეს მამაკაციც მერე გარბის. ჩემს როცა გაიგო ჩემი როლის შესახებ, მითხრა, რომ დღეს ფილმს უნდა უყურო, იმეზე გადისწავ და გული გამისკდება თუ არ უყურო თუ არა, თუ ძალიან ზედმეტებში გადადიხარო, მაშინ ვეცდები რომ არ ვნახო და მე კიდე მივეცე სრულიად უფლება რომ ეყურებინა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმეა და შეიძლება ბევრად უფრო ისეთი როლები მქონდეს და ეს უნდა იყოს მიჩვეული, მე არ შემიძლია რომ მამაკაცის გამო ვინც ჩემნაირი ხალხს ტოვებს და მიდის 2 საათზე მეც ვერ ვინედულობ მას და ჩემ წარსულ ცხოვრებაში რომ დამაბრუნა უკან და რომ შეიძლებოდეს რაღაცების შეცვლა, ალბათ არ გავიკეთებდი ტატუს მხოლოდ.